2024 წელს ჩატარდა ეროვნული აგრარული ოლიმპიადა, სადაც მივიღე კატეგორია ფერმერების დარგში მონაწილეობა, გავიმარჯვე და მოვიპოვე პირველი ადგილი. ჩემთან ერთად ძალიან ბევრი გამოცდილი ფერმერი იმყოფებოდა და ეს უფრო დიდად ართულებდა გამარჯვების მოპოვებას, მაგრამ ეს შევძელი ჩემი ცოდნიდან გამომდინარე და ყველაზე ახალგაზრდა ფერმერი ვიყავი, რომელმაც მოიპოვა ამ დარგში პირველი ადგილი. ჩემთვის ეს არ არის მხოლოდ ეს თქვათ პროფესია, არ არის მხოლოდ ჰობი, ეს არის ჩემი როლი საქართველოს მეურნეობის განვითარებაში. ეს ის საქმე არის, რომელიც ძალიან მიყვარს, ძალიან ვაფასებ და თითოეულ ფერმერს ვცემ ძალიან დიდ პატივს, რადგან ვიცი თითოეულ საქმიანობაში რამდენად დიდი ძალისხმევა და შრომა არის ჩადებული. მე ვარ ალექსანდრე ბენიძე, მარტვილის მუნიციპალიტეტის გელაჭედიას სახელობის სოფელ ეთისღვაიას საჯარო სკოლის მოსწავლე. პირველად პროექტში მივიღე მონაწილეობა 2021 წელს, როდესაც პირველად ჩატარდა ეს ოლიმპიადა. დამჭა ძალიან კარგი შთაბეჭდილებები, ამიტომაც გადავწყვეტე, რომ შენახშიც განვაგრძელებინა მონაწილეობის მიღება. შედეგად ვარ 2022 წელსა და 2024 წელს გამარჯვებული. მჯერა, რომ ახალგაზრდებს ახალი ენერგიის მოტანა შეუძლიათ ქართულ სოფლის მეურნეობაში. სამწუხაროა, რომ ჩემს ასაკის ახალგაზრდები ხშირად ვერ ხედავენ კარიერული შესაძლებლობების სიმრავლეს, თუმცა მე ვფიქრობ, თუ საკმარისად კრეატიული და მონდომებული ხარ, შენი მიზნების მიღწევა მრავალი გზით შეგიძლია. მაგალითად, ეს ოლიმპიადა შესანიშნავი შანსია თვით რეალიზაციისა და სოფლის მეურნეობის შესახებ მეტის გასაგებად. ამ პროცესში გავიცანე ბევრი დარგის სპეციალისტი, რომლებთანაც ძალიან საინტერესო ინტერაქცია მქონდა. საბოლოოდ პროექტში მონაწილეობას ურჩევდი ყველა ამ ახალგაზრდას, რომელიც დაინტერესებულია სოფლის მეურნეობის საკითხებით, სურს საკუთარი ცოდნის გამოვლენა და ასევე დაუწყარი გამოცდილების მიღება. მე ვარ ემზარ კილასონია, ასოცირებული პროფესორი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მუშაობ აგრარულ ფაკულტეტზე, ვარ აგროინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი. სამუშაო გამოცდილება მაქვს დაახლოებით 30 წელზე მეტი. ნათქვამია სწავლა სიბერემდე არის, რომ შეიძლება ადამიანებს რაღაცა თავის მუშაობის პერიოდში სპეციალობიდან გამომდინარე რაღაცეები გამორჩეს და ამიტომ ყველა ადამიანს დროდადრო ეტაპობრივად ჭირდება გრადაცია, ანუ თავის შემოწმება, ანუ გაიაროს ასეთ ოლიმპიადებში, მიიღოს მონაწილეობა ან კონფერენციებში, ან სხვა ღონისძიებებში და ამით თუ რამე არ ვიცით, შევავსებთ, ან სხვებს გაუზიარებთ ჩვენ გამოცდილებებს და მე მგონია ამ კუთხით ეს ძალიან კარგი საქმე გაკეთდა.